ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიაც წინა საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ამ წუთებში პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლებს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს. მზიურის ამფითეატრში მიმდინარე ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ვრთავთ. აქ ვარ ქართულმა ოცნებამ ამ საარჩევნო კამპანიის მთავარი პროვოკაცია დანერგა. მშვიდობიან მომიტინგეებს ამ ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ ქართულ ფასეულობებისგან მთლიანად აცდენილი ხალხი გოგოებს, ბიჭებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს ურტყავენ ოფისის წინ და ასე უნდათ გავიდნენ ფონს. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ეგ ქვეყანა არ არის, სადაც ცემატყეპით შეიძლება გამარჯვება მოიპოვო. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ძიძღით, შუღლით, განხეთქილებით, რუსეთის მონობით შეიძლება გამარჯვება მოიპოვო. იმიტომ რომ ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ 9 აპრილს, ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ 26 მაისს, ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ გმირების სისხლის ფასად. ოღონ ამ გამარჯვებაში არასდროს ის 1000 უბედურება არ ერია, რითაც ქართულ ოცნებას უნდა ფონს გავიდეს. ჩვენ ქვეყანას დღეს კრიტიკული ძიმე და ძალიან რთული მომენტი უდგას და ერთად ლელო ძლიერმა საქართველომ, გახარია საქართველოსთვის. გადავწყვიტეთ, რომ ვიბრძოლოთ საარჩევნო კამპანიაში და ჩვენ თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ იმედი. ჩვენ თანამოქალაქეებს უთხრათ, რომ ეს ყოფა არ არის ნორმა, ამაში ცხოვრება აღარ შეიძლება და აი ამისთვის გვინდა ცვლილების მოტანა არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურად მატულობს იმ ადამიანების რიცხვი და რიგები, ვისაც ესმის ამ ბრძოლის შინაარსი და ყოველდღიურად ჩვენი ვალია თითოეული ჩვენთაგანის, რომ მეტი და მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ ბრძოლაში, საქართველოს განთავისუფლების ბრძოლაში. ამიტომ ვიბრძვით და ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მხოლოდ გამარჯვებამდე, საქართველოს გამარჯვებამდე, არა რომელიმე პარტიის, ან რომელიმე კოალიციის, არამედ საქართველოს გამარჯვებამდე. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ამ ქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე გიორგი შარაშიძე. მადლობა თაზოს. მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასო თბილისელებო. მე თქვენის ნებართვით ჩემი ეს მოკლე გამოსვლა მინდა დავიწყო ქართველთა შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ილია ჭავჭავაძის სიტყვებით. ალბათ შეიძლება ბევრმა არც იცით სხვათა შორის, რომ 19 საუკუნის ბოლოს 1897 წელს ილია მონაწილეობდა თბილისის საკრებულოს არჩევნებში. იყო ასეთი დრო და მაშინ საკრებულოს დეპუტატებს ხმოსნები ერქვათ და როდესაც ილია აწარმოებდა თავის საარჩევნო კამპანიას, მას რა თქმა უნდა ჰქონდა ძალიან საინტერესო მიმართვა გამოქვეყნებული, როდესაც ის მხარდაჭერას ითხოვდა თბილისელებისგან, რომ თბილისელებს ილია ჭავჭავაძე, არც მეტი არც ნაკლები ილია ჭავჭავაძე აერჩიათ თბილისის საგმაშინდელი, ასე ვთქვათ, დღევანდელი გაგებით საკრებულოს წევრად და ძალიან საინტერესო სიტყვაა, ამ სიტყვას მე გავაზიარებ, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ამონარიდი მინდა თქვენის ნებართვით დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას გავაცნო. რას ამბობდა ილია 1897 წელს მაშინდელი თვითმმართველობის არჩევნების წინ? თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არაფარებდნენ, როცა იგინი არა ვარგანან და ტყუილ უბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა. როგორც ჩანს, მაშინაც საუკუნეზე დიდი ხნის წინ კორუფცია და უვარგისი საჯარო მოხელეები, ვიზეც საუბრობს ილია ჭავჭავაძე, დიდი პრობლემა იყო. მაგრამ დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც კორუფცია და უვარგისობა უკვე კალაძის მმართველობის და ოცნების მმართველობის პირობებში, ეს მხოლოდ რაღაცა ეკონომიკური დანაშაული აღარ არის, მხოლოდ ის აღარ არის, რომ უსამართლოდ მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირდაპირ ვთქვათ ღალატი სტოლფასი საქციელი მათი მხრიდან. სენი, რომელიც მათ გამო ჩვენი ქვეყნის შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ბედნიერ მომავალს უკარგავს და ჩვენს ქვეყანას ბნელ წარსულში მიაქანებს. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება დღეს სრულიად ახალი, პირველ რიგში პატიოსანი, სუფთა წარსულის მქონე, პროფესიონალი, ღირსეული ადამიანები თბილისის მერიაში, თბილისის საკრებულოშიც და ყველგან, სადაც ხალხს თავისი წარმომადგენლები უნდა ყავდეს.
და მე ვარ ამაყი, რომ ისევე როგორც ჩვენს გუნდს პოლიტიკურ ძალას გახარია საქართველოსთვის, ასევე ჩვენს პარტნიორს კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოს სწორედ ასეთი კანდიდატები ყავს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ასე რომ დღეს ჩემო მეგობრებო, არჩევანი ისე როგორც არასდროს არის ნათელი, მკაფიო, ერთის მხრივ უვარგისი, ქალზე, ხელის ამწევი, ყველაფრის მკადრებელი არაკაცები, რომლებიც ამ ქვეყანას ბნელწარსულში მიაქანებენ და მეორეს მხრივ ნათელი, პატიოსანი, სუფთა სინდისის, სუფთა წარსულის მქონე პროფესიონალები, რომლებიც ამ ქვეყანას ამ ჭაობიდან ამოიყვანენ და ჩვენს ქვეყანას დაუბრუნებენ თავის ისტორიულ ადგილს, რაც არის საქართველოს ადგილი ნამდვილ ევროპულ ოჯახში. და ჩემი გამოსვლის ბოლოს ისევ ილიას სიტყვები მინდა წაგიკითხოთ. ამას ვკითხულობ იმისთვის, რომ ნამდვილად ვერ ვაკადრებ ილიას მის სიტყვაში რამე შემეშალოს. რა თქმა უნდა, დღეს გვაქვს ჩვენ ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, ესეც უნდა ითქვას, პოლიტიკური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება ბოიკოტის და იმის ნაცვლად, რომ მათ ხელი არ შეეშალათ ჩვენთვის, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, ვინც თulis რომ ხელისუფლების ცვლილება პირველ რიგში არჩევნებით ანუ მშვიდობიანი გზებით უნდა მოხდეს, ოპოზიციას ოპოზიციაში ჩაუდგნენ და ადამიანებს მოუწოდებენ, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასე რომ თუ ვინმეს ჩემი თაზოსი ან ნებისმიერი ჩვენგანის არ გჯერათ, მოდით დიდ ილიას მოусმინოთ, რას ამბობს ის მათ შორის კონკრეტულად ადგილობრივი არჩევნების შესახებ. ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური და კაცად-კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა. ასე რომ 4 ოქტომბერს ჩემო თბილისელებო, ყველას გელოდებით საარჩევნო უბნებზე იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ღირსეულად, როგორც ჩვენ გვეკადრება, როგორც ნამდვილ თბილისელებს ეკადრებათ, ეს უნამუსო არაკაცები გავისტუმროთ და საქართველოს დაუბრუნოთ ნამდვილი ღირსეული ევროპული მომავალი. დიდი მადლობა. დიდი ბოდიში თუ გამიგრძელდა. მაგრამ ნამდვილად მინდოდა ილიას ეს გამოცდილება და სიტყვები დღეს თქვენთვის და ჩვენი მრავალათასიანი მაყურებლებისთვის გამეზიარებინა. ახლა კი ჩემო მეგობრებო, თქვენ რა თქმა უნდა უკვე ყველამ კარგად იცით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ყავს ერთობლივი კანდიდატები. როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ერთმანეთზე უკეთესი კანდიდატები. მაგრამ განსაკუთრებით ღირსეული ადამიანი ყავს თბილისში, თბილისის მერობის კანდიდატად და ეს არის თბილისის მომავალი მერი ირაკლი კუპრაძე და მინდა მივესალმოთ მას. ირაკლი. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო თამაზ. მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი, მე მინდა მოგიყვეთ აი იმ კამპანიის პროცესზე, რაც ახლა უახლოესი დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენს გარშემო. ყოველ დღე დავდივართ თბილისის სხვადასხვა უბანში. ეს არის თბილისის ერთი წერტილიდან, ყველაზე შორეული წერტილიდან მეორე წერტილამდე. ისეთი უბნები და ქუჩები, სადაც პოლიტიკოსები მგონი არასდროს 30 წლის განმავლობაში არ ყოფილან. მათ შორის ცენტრალური უბნები, ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, ვერა და ყოველდღიურად, ყოველ დღე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან პოლიტიკოსებს, ვინც აიღებენ პასუხისმგებლობას, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას მათ პრობლემებზე. მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, მათ ძირითად პრობლემებზე, მათ ჯანდაცვაზე, მათ შვილების განათლებაზე, მათი შვილების უსაფრთხოებაზე, ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ. ასეთ პოლიტიკოსებს ელოდებიან და მათი დანახვა უხარიათ. გვიცნობენ, არ გვიცნობენ, მოვწონვართ, არ მოვწონვართ, მაინც უხარიათ ჩვენი დანახვა. გვესაუბრებიან და გთხოვენ ერთადერთ რამეს. იბრძოლეთ ბოლომდე. იბრძოლეთ ჩვენი თავისთვის, იბრძოლეთ მოქალაქეებისთვის, იბრძოლეთ დედაქალაქისთვის, იმ ქალაქისთვის, რომელმაც ყოველთვის მოიტანა ამ ქვეყანაში ცვლილებები. ყოველთვის ცვლილება იწყებოდა დედაქალაქიდან, თბილისიდან. ჩვენ ახლა მე და ჩვენმა მეგობრებმა ვაკის პარკიდან ჩამოვიარეთ ბზიურის პარკამდე ერთად. გზაში კამპანია გქონდა, ვესაუბრებოდით მოქალაქეებს და შემოგძახეს ცოტა მოშორებით ყოფმა რამდენიმე მოქალაქე.
და გთხოვეს რომ აი მათ корпуსთან მივსულიყავით, корпуსში შევსულიყავით და შევყევით და ვნახეთ მრავალგზის ნანახი 10 სართულიანი корпуსი სავსე საქართველოს მოქალაქეებით, დევნილებით, უმძიმეს მდგომარეობაში, სიღარიბეში, არსებობს უსაფრთხოების სტანდარტი, ელექტროენერგიაც კი, ელექტროსადენებიც ისე სახიფათოდ გაყვანილი. დღემდე ამ ასობით ოჯახს 30 წელი დევნილობაში რომ ცხოვრობენ, საკუთარი საცხოვრებელი დაკანონებულიც კი არა აქვთ. თბილისის გარშემო ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ხელით 30 წლის წინ სახლები ააშენეს, იმის შემდეგ თითქოს ასობით ყალბი რეფორმა ჩაატარეს, დღემდე დაკანონებული არ აქვს საკუთარი მიწები. ვისთვის უნდა ეს მიწები, ხელისუფალს თუ არა საკუთარი მოქალაქეებისთვის? ვისთვის უნდა ხელისუფალს ის ჯანდაცვა თუ არა საკუთარი მოქალაქეებისთვის? და დღეს ჩვენ ვართ ამ დიდი გამოწვევის წინაშე. მაშინ როცა ვებრძვით ქუჩაში ძალადობას, ვებრძვით პოლიტიკურ ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების თავისუფლებას. ამ დროს ხელისუფლება აღარიბებს საკუთარ მოსახლეობას მიზანმიმართულად. მას ჭირდება მოქალაქეების სიღარიბე. მას ჭირდება საქართველოს მოქალაქეების სიღარიბე იმისთვის, რომ შემდეგ ეს ბერკეტი გამოიყენოს ისევ ჩვენს წინააღმდეგ. დღეს ჩვენ ვიდექით და ვართ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე. მაშინ როცა გაწყვეტილებას ვღებულობდით და აზრი რაღაც ორად იყო, ხო, საზოგადოება თითქოს გაყოფილი, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა თუ არ მივიღოთ. გადაწყვეტილება იყო მარტივი, მაშინ როცა დასვამდი შეკითხვას და იტყოდი, რა შედეგი მოყვება ამ ორ გზას? ბოიკოტის პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ 100%-ით ძალაუფლებას ხელში ღებულობს ანტიქართული ოცნება. 100%-ს 64 მუნიციპალიტეტში ყველა მერი, ყველა საკრებულოს წევრი, ყველა საკრებულოს თავმჯდომარე, მთელი საქართველოს მუნიციპალური ბიუჯეტები იქნებოდა ივანიშვილის ხელში, რომელსაც გამოიყენებდა ისევ თქვენს თბილისელების და ჩვენს წინააღმდეგ. და მეორე გზა იყო ის, რომ შევსულიყავით უკომპრომისო ბრძოლაში, სადაც არ დავთმობთ არც ერთ მისხალ თავისუფლებას. შევსულიყავით ისეთ ბრძოლაში, სადაც ჩვენ ვიქნებით სწორედ ის პოლიტიკური გუნდები, ძლიერი საქართველო, ლელო, გახარია საქართველოსთვის, რომელიც გააჟღერებს თქვენს რეალურ პრობლემებს. ჩვენ გვაქვს ამაზე პრეტენზია, რომ ეს იქნება გუნდი, რომელიც გადაჭრის, გააჟღერებს და იბრძოლებს თქვენი კეთილდღეობისთვის. მე მინდა გითხრათ ამ გამბედაობისთვის მადლობა. მინდა უთხრა მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც არა მხოლოდ თავად მივა არჩევნებზე და ბრძოლის ამ გზასაც გამოიყენებს ქუჩის პროტესტთან ერთად. არამედ მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებულად იმ მოქალაქეებს, რომლებიც მის გვერდით არსებულ რამდენიმე მეგობარს, ნათესავს, მეზობელს დაუბრუნებს იმედს, რწმენას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ლელოს საარჩევნო ღონისძიებიდან, სადაც მათ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.